ტრამპმა ახლახან გააუქმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ვიზიტი პაკისტანში და პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ შეერთებულ შტატებს ყველა ბერკეტი აქვს ირანის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გზავნილი იყო ამ შაბათს 2026 წლის 25 აპრილს. ვაშინგტონი აღარ აპირებს მსოფლიოს გადაკვეთს იმისთვის, რომ დაჯდეს მაგიდასთან, რომელიც არ აძლევს შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც სურთ. მალე ყველაფერს კი ამბობ. მაგრამ ეხლა შენ გინდა, რომ არხზე იყო გამოწერილი, რათა კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი, გლობალი. ამერიკელი წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ემზადებოდნენ ისლამაბადში გამგზავრებისთვის, მაგრამ ტრამპმა მისია გამგზავრებამდე შეაჩერა და მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ თეირანი შეთანხმებას მოისურვებს, თავად უნდა მიმართოს შეერთებულ შტატებს. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ბლოკადის გამკაცრებით, ახალი სანქციებით, რომლებიც ირანის ნავთობის მოჩვენებით ფლოტს აზიანებს და რეჟიმზე როგორც შიგნიდან ისე გარედან ზეწოლით, ტრამპმა აჩვენა, რომ მოლაპარაკება სისუსტის პოზიციიდან არ აპირებს. შეტყობინება მოკლე, მკაცრი და გააზრებული იყო. ირანს შეუძლია დარეკოს, როცა საბოლოოდ მზად იქნება უარი თქვას თავის პოზიციაზე, რადგან ეხლა კრიზისის ტემპს ვაშინგტონი აკონტროლებს. მოხდა შემდეგი. დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა Fox News-თან. მისი თქმით, მისი წარმომადგენლები 18 საათიან მოგზაურობას არ განახორციელებდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ არაფერზე ესაუბრათ. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ყველა კოზირი ხელში აქვს. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ თეთრი სახლი აღარ სურს პაკისტანის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებულად გამოჩნდეს, მაშინ როცა ირანი ცდილობს დრო მოიგოს, შეინარჩუნოს თავისი მარშრუტები და ზეწოლა მოახდინოს ჰორმუზის სრუტეზე. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას ზარახტიმ პაკისტანი პროგრესის გარეშე დატოვა მოლაპარაკებებში. ის შეხვდა პაკისტანის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს და სამხედრო ხელმძღვანელ ჰასიმ მუნირს. მიზანი იყო ომის დასრულების გზების განხილვა და რეგიონული დაძაბულობის შემცირება. მაგრამ ირანული დელეგაციის წასვლამ, ამერიკელი წარმომადგენლების ჩამოსვლამდე მოლაპარაკებები ეჭქვეშ დააყენა და დონალდ ტრამპს მისცა შესაძლებლობა, რომ ტონი გაემკაცრებინა. Fox News-მა ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესის მკვეთრ შეწყვეტად წარმოადგინა. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ვაიკოფი და კუშნერი უხელმძღვანელებდნენ ამერიკულ დელეგაციას ისლამაბადში. მაგრამ ტრამპმა ყველაფერი შეაჩერა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს. გავრცელებულ სიახლეებში ეს საკითხი კრიზისის ცენტრად იქცა. დიპლომატია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ეხლა უკვე ამერიკის კონტროლის ქვეშ და არა თეირანის მიერ დაწესებული ტემპით. პაკისტანი ცდილობდა ორ მხარეს შორის ხიდის როლი ეთამაშა. ისლამაბადი სურდა დიპლომატიური ძალა ეჩვენებინა, რადგან მას აქვს ურთიერთობა ირანთან, დიალოგი შეერთებულ შტატებთან და პირდაპირ ინტერესი, რომ კრიზისი არ გავრცელდეს, განსაკუთრებით რეგიონში. მაგრამ მცდელობა ისევ იმავე პრობლემას წააწყდა. ირანი საუბრობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ წინააღმდეგობას უწევს ვაშინგტონის მთავარ მოთხოვნებს. და ტრამპმა ამჯერად გადაწყვიტა არ დაეთანხმოს საუბარს, რომელიც მხოლოდ დროის მოგების მცდელობას გავს. ამერიკული ზეწოლა მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება. საფინანსო დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციების ახალი ტალღა იმ კომპანიებისა და გემების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ეგრეთ წოდებული მოჩვენებით ფლოტთან. ეს ქსელი ბრალდებულია თეირანის დახმარებაში, რომ ფარულად გაყიდოს ნავთობი, გვერდისავლით სანქციებს და შეინარჩუნოს შემოსავალი რეჟიმისთვის. მოცემულ სამიზნეებს შორისაა ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჰენგლი პეტროქემიკალი, ასევე ათეულობით კომპანია და გემი, რომლებიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ომის მდივანმა პატ ჰექსეტმა ასევე გაამყარა ეს გზავნილი. Fox-ის მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, მან განაცხადა, რომ ბლოკადა გაგრძელდება საჭირო დროის განმავლობაში და რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს სასიკვდილო ძალა თუ საჭირო გახდება. ამ განცხადებამ კრიზისის ტონი გაამძაფრა, რადგან მან აჩვენა, რომ საზღვაო ბარიერი მხოლოდ სიმბოლური არ არის. ვაშინგტონი მას რეალურ ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს ირანთან დაკავშირებულ გემებზე. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც თეირანის გათვლებს ცვლის. მანამდე რეჟიმს შეეძლო დაეხდნო ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, მკაცრ განცხადებებს და ალტერნატიულ მარშრუტებს ნავთობის გასაყიდად. ეხლა ის ხედავს, რომ შეერთებული შტატები ერთდროულად სამ ფრონტს აერთიანებს: პირობით დიპლომატიას, ეკონომიკურ სანქციებს და საზღვაო ბლოკადას. ეს არის მრავალფენიანი ზეწოლა. ერთი ხურავს მოლაპარაკების მაგიდას, როცა საუბარი წინ არ მიდის. მეორე კეტავს ფულს. მესამე კეტავს გემების გზას. სამხედროები და კომენტატორები ამ სიტუაციას განიხილავდნენ როგორც იშვიათ შესაძლებლობას, რომ ირანი დათანხმებულიყო.
დაკოტა მეიერი, საზღვაო ქვეითების ვეტერანი და ღირსების მედლის მფლობელი Fox-ზე ამბობდა, რომ შეერთებული შტატები ხელსაყრელ პოზიციაშია და რომ ირანის რეჟიმი შესაძლოა მხოლოდ უფრო ძლიერი ზეწოლის პირობებში მიიღოს მოლაპარაკებები სერიოზულად. მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეთანხმებების დადება შეუძლია, მაგრამ სისუსტე არ უნდა მიიღოს. დისკუსია კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც კარღის კუნძულზე საუბარი დაიწყო. ეს კუნძული ირანის ნავთობის სექტორისთვის სტრატეგიულ წერტილად ითვლება. Samoichra იდეა, რომ კარღის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ეკონომიკური ზომა მიეღოთ, რათა თეირანზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელებულიყო. ლოგიკა მარტივია. თუ ნავთობი აფინანსებს რეჟიმის სტრუქტურას, ამ მარშრუტზე ნებისმიერი ზეწოლა ირანის შესაძლებლობას ამცირებს, შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლების მანქანა. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაუქმებამ შეამცირა მოლოდინი დიპლომატიური პროგრესის დაუყოვნებლივ მიღწევაზე. იგივე გამოძიებამ აღნიშნა, რომ ირანი უარს ამბობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე და აშშ-ს ადანაშაულებს მაქსიმალური მოთხოვნების წარდგენაში. მაგრამ ტრამპის გათვლით, ეს უარყოფა არ უნდა დაჯილდოვდეს მეტი დათმობებით. თუ რეჟიმს სურს უფრო დიდი ზეწოლის თავიდან აცილება, მას მოუწევს ნამდვილი მზადყოფნის ჩვენება და არა მხოლოდ ბუნდოვანი სიგნალების გადაცემა შუამავლების მეშვეობით. ამერიკული განკაცრება ასევე ეხმიანება ირანული კრიზისის შიდა ანალიზს. ტრამპმა განაცხადა, რომ რეჟიმის ხელმძღვანელობაში დაბნეულობაა და რომ შეერთებულ შტატებს უპირატესობა აქვს. ეს ანალიზი აძლიერებს ზეწოლის შენარჩუნების გადაწყვეტილებას. თეთრი სახლისთვის თუ თეირანი დაღლილია, გაყოფილია ან ეკონომიკურად წნეხის ქვეშაა, ახლა შესამსუბუქებელი დრო არ არის, არამედ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. კრიზისი ასევე გზავნილს უგზავნის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. ჩინეთი, ენერგიის მყიდველები, საზღვაო ოპერატორები, სადაზღვეო კომპანიები და სატრანსპორტო კომპანიები იციან, რომ ირანულ ნავთობთან ნებისმიერი კავშირი შეიძლება პრობლემად იქცეს. როდესაც მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამიზნეში ხვდება, ბაზარი ხვდება, რომ ვაშინგტონი მზად არის დაარტყას არა მხოლოდ თეირანს, არამედ ყველას, ვინც თეირანს ეკონომიკურად სუნთქვაში ეხმარება, ეს არის ზეწოლის სასტიკი ნაწილი. ირანს ჩიხში მოსაქცევად მხოლოდ სამხედრო ველზე წაგება არ სჭირდება. საკმარისია, რომ უსაფრთხო ცდომა ფულზე დაკარგოს. საკმარისია, რომ მისი გემები დაკვირვების ქვეშ იყოს. საკმარისია, რომ მყიდველები უკან იხევდნენ. საკმარისია, რომ შუამავლები ძალას კარგავდნენ. ნელ-ნელა რეჟიმს მანევრირების იგივე სივრცე აღარ რჩება. ბოლოს დონალდ ტრამპმა პაკისტანში გამგზავრება გააუქმა და ზეწოლა გაგრძელდება ნავთობზე, ჰორმუზზე და იმ ქსელზე, რომელიც რეჟიმს ფეხზე ინარჩუნებს. და აგრძელებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ყველა ბარათი აქვს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.